პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დაცვის ხარის მიერ დაყენებული მოთხოვნა სასამართლოს ხდომის პროცესის გახსნასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან წინა პროცესზე შეზღუდული უფლებები, ფაქტობრივად საჯაროობის პრინციპი, შეზღუდული საჯაროობის პრინციპი დღევანდელ პროცესზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უნდა გავრცელებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამის არ დაკმაყოფილების ლეგიტიმური საფუძველი. რაც შეეხება დღევანდელ ეტაპს, დაცვის ხარემ ფაქტობრივად საერთო ფორმატში დავაყენეთ ბრალდების ხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა სრული უმრავლესობის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა, ნაწილი ჩემს კოლეგას ჰქონდა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ასევე მოწმეების მიერ გამოკითხული და მიწოდებული ინფორმაციასთან დაკავშირებით და დაზარალებულად ცნობის დადგენილებებთან დაკავშირებით. ასევე იყო შუამდგომლობები ამოღების, გამოთხოვის, ინფორმაციის გამოთხოვის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ვინაიდან დაცვის ხარეს საერთო ფორმატში მიგვაჩნია, რომ ბრალდების ხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა უმრავლესობა არის კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული, მოსამართლემ აუცილებლად დაცვის ხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების სრული მოცულობით უნდა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნუსხიდან მთელი რიგი მტკიცებულებები უნდა იყოს ამორიცხული, გარკვეულწილად იმაზე მითითებით, რომ დაკითხულ მოწმეთა უმრავლესობა საერთოდ შეხელობა არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, არ არის რელევანტური, არ არის ავთენტური და არ ადასტურებს არც ერთი პირის მიერ ჩადენილ რაიმე სახის სამართალდარღვევას და დანაშაულს. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები უნდა იქნას ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად. პოლიციელები, რომლებიც დაკითხული არიან სავარაუდო თითქოს და დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, უთითებენ საერთოდ განსხვავებულ თარიღებს, საერთოდ განსხვავებულ დროებს და ვერც ერთი პოლიციელი ვერ უთითებს კონკრეტულ პირზე ამ 11 პირიდან, ვისგანაც მიიღეს ეს დაზიანება. ანუ ისინი საუბრობენ ჰიპოთეტურ დაზიანებებზე, ჰიპოთეტურ დროებზე და ბრალის შესახებ დადგენილებაში ამ პირების მიერ სავარაუდო აღსაწერ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია სხვა დრო. საუბრობს პოლიციელი 4 დეკემბერზე, 5 დეკემბერზე, პირებს ედავებიან 29 ნოემბერს, 28 ნოემბერს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. შესაბამისად, არარელევანტურია და საერთოდ არ არის კავშირში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. ჩვენ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით დაუშვებლად ითხოვს GDI-ის დასკვნის, არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მტკიცებულების სახით არ წარდგენას სასამართლოში, იმიტომ რომ აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი არ არის ეს დოკუმენტი და ვერ დგინდება კონკრეტულმა რომელმა პირმა დაწერა, თუმცა თალსაღად საჯაროდაც იყო ეს დოკუმენტი გავრცელებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მოამზადა და როდესაც დოკუმენტი ორგანიზაციის სახელით გამოდის, მას კონკრეტული პიროვნება ხელს არ აწევს. გარდა ამისა, ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ჩვენ მოწმედ არ გვყავს დაბარებული ეს პიროვნებები და თალსაღად ახლა არ ვიცი International Notables რაღაც დასკვნა უცხოეთში და გამოდის, რომ იქ ვინც შექმნა ის უნდა მოვიყვანო, მე მოწმედ ამ პროცესზე ეს არის რა თქმა უნდა ლოგიკური და ასევე ითხოვენ რეზოლუციების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. რეზოლუციებში პირდაპირ წერილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, რაც რა თქმა უნდა არ უნდა პროკურატურას რომ გაჟღერდეს სასამართლოში და ითხოვენ იმ რეზოლუციების დაუშვებელ ცნობას, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტია, ევროსაბჭოს წევრი ვართ ჩვენ და შესაბამისად სასამართლომ უნდა გაეცნოს ამ მტკიცებულებებს და გამოიყენოს ისინიც. მათი არგუმენტაცია არის ის, რომ დანართების სახით უნდა დაუწყოთ ჩვენ ის, რასაც როგორც წესი სასამართლოც ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო დონეზეც იყენებს ლინკების სახით. აი თქვენ რატომ გადაწყვეტეთ ამ რეზოლუციების დახვა საქმისთვის? რეზოლუციები პირველ რიგში თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საერთაშორისო ასპარეზზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, იმ პირებთან დაკავშირებით, რომლის საქმესაც ჩვენ განვიხილავთ. ახლა სასამართლო განიხილავს შესაბამისად, როდესაც ასეთი დონის მაღალი აღიარების მქონე ორგანიზაციები ამ პროცესს აფასებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და მოითხოვენ სახელმწიფოს ვალდებულება იყოს, რომ გაათავისუფლონ ისინი, თალსაღად ეს პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმესთან, იმაზე მეტ კავშირში, ვიდრე მიიჩნევს თავად მაგალითად პროკურატურა დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გქონდა შუამდგომლობა. თქვენ ისი რიცხვა მოითხოვეთ, ან რომაც ისაუბრა, რომ კონკრეტულად გქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკითხვის. მთავარი მტკიცებულება ასეთ საქმეებში არის დაზარალებულების ჩვენებები და მათი ოქმები. არც ერთი მათგანი არ უთითებს არც ამ დროს და არც სხვა ბრალდებულს, რომ პირობითად ამ ადამიანმა რაღაცა სახის ზიანი მიაყენა მათ, მეტიც ნახევარზე მეტი არის საერთოდ სხვა დღის გამოკითხვის ოქმები
საერთოდ სხვა ფაქტთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, როდესაც რელევანტური არ არის და შემხებლობაში არ არის, მე როდესაც მე დავებით მაგალითად 29 ნოემბრის ფაქტს და საერთოდ მტკიცებულება ეხება ვიღაცის გამოკითხვა 2 დეკემბერს, ის შემსაქმეში არ უნდა იდოს. ეს არის ძალიან მარტივი და ამ საფუძვლით არარელევანტურობის საფუძვლით ვითხოვდით, რომ დაუშვებად მტკიცებულებად იყოს ცნობილი. სამწუხაროდ მიუხედავად ამ საფუძვლებისა, როცა უყურებთ პროცესი როგორ მიდის, დიდი იმედი არ არის, რომ ამას დაუშვებად მტკიცებულებად იცნობს სასამართლო, თუმცა ცალსახად არ არის შემხებლობაში საქმეს. შემდეგი სასამართლოს ხდომაზე განიხილება რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმე ზოგადად ალბათობის მაღალ ხარისხს, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენის საქმის არსებით განხილვაზე, ეს ერთი შუამდგომლობა უნდა იქნას განხილული და ჩვენ დავაყენებთ რა თქმა უნდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას და მეორე ჩვენ დავაყენებთ მათ შორის ბრალდების ხარისხის მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობები და უკვე შემდეგ ხდომაზე განახლდება რეპლიკების მოსმენით და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ხდომა წინა სასამართლოს ხდომაზე იქნება საბოლოო და შემდეგ უკვე საქმის არსებით განხილვაზე გადავალთ.